Stop. აი აქ ხო ეს გადავჭრი დაიმახსოვრეთ. მე არ შემოხედავთ, აი ბაჩისაც და ბაჩიმას დაიმახსოვროს, მაყურებელმაც. ეს დავდებთ, ეს ერთხელ გადავჭრით. მოდი კარგად დავჭიხოთ მაინც ეს კარტი. და იცით რა ვქნათ? მე ვიპოვით თქვენ კარტს. არა, ის პრინციპში არ ნამდვილად ვერ ვიპოვე, იმიტომ რომ ესეთ სიტუაციაში ვარ, ანუ მე არ ვიცი სად არის ეს კარტი, არ ვიცი რომელია ეს კარტი. ანუ ცოტა ცუდ სიტუაციაში ვარ, ამიტომ გამოვიყენებ ჩემ დამხმარე კარტს. ეს არის წარმოსახვითი კარტი. აქ არაფერი არ ხატია ნამდვილად და თქვენ უნდა დამეხმაროთ, ხო? არა, იუზე თქვენ შეამოწმოთ. არაფერი არ ხატია საერთოდ, ხო მართალი ვარ. თქვენ უნდა დამეხმაროთ. თუ შეგიძლიათ თქვენი კარტი ვიზუალურად რომ წარმოიდგინოთ და შემდგომ რომ გამოსახოთ აი ამ თუ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, აი აქ რომ გამოსახოთ. შევი წარმოსახო. თქვენს გონებაში, რა თქმა უნდა. ხო, გაცილებით. რა წარმოიდგინოთ და გამოსახოთ აქ. დიდია ვიდრე ის კარტი, მაგრამ რომანტიკასთან და რაღაც საინტერესო. აი აქ, აი ვიზუალურად რო წარმოიდგინოთ. გამოწვევასთან არის აჰა, გასაგები. ანუ გულია ეს კარტი, ხო? ხო, თუ გულია, მაშინ უფრო ზუსტად რო ვთქვა, აი შეხეთ ეს უნდა იყოს ვალეტი გული. ვალეტი გულია, ხო თქვენ გარ? მე ყოველთვის ვალეტი. მაგრამ რა თქმა უნდა, შეხეთ ეს არის ყოველთვის წარმოსახვითი კარტი, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა მე ქრება ხოლმე. ყოველთვის წარმოსახვითი კარტი. მოდით, აქეთ გადავიდეთ. გავაკეთეთ. მიდი, გავაკეთეთ. აი, ეს ძალიან დაინტერესებს. თანხა გჭირდება 5 ვარიანი იქნება, უკეთესი თუ გვექნება. ესეთი სასწაული დამთხვევით. არა, 5 ვარიანი, იმიტომ რომ ჯერ ერთი უმრავლესობას გვაქვს 5 ვარიანი და თან თუ რამე მოხდა, ადვილად დასაუბრებელია 5 ვარიანი ჩემი მხრიდან. მაგრამ ესეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ. ანუ ჩვენ აქ გვაქვს კონვერტი, რომელიც აუცილებლად იქონიებს გავლენას ფოკუსის ბოლომდე, ბოლოს უпроსოდ. აი, ნინოს თხოვ დახმარებას, კალკულატორს გავხსნეს, სადაც არაფერი არ წერია, ყველაფერი არის წაშლილი და ბაჩიმ რო დაგვისახელოს 1000-მდე რაიმე რიცხვი. 754. 754 დავკრიფოთ. მოდით ეს გავამრავლოთ ნებისმიერ ორნიშნა რიცხვზე და მივაჭროთ ტოლობას. რომელზეც რა რიცხვია? რაღაც რიცხვი არის, ხო? მე არ მინდა რომ შევხედო. მოდით ამას დავუმატოთ ნებისმიერი 5ნიშნა რიცხვი. და მივაჭროთ ისევ ტოლობას. და მოდით აი ეს გავამრავლოთ ნებისმიერ 3ნიშნა რიცხვზე და მივაჭროთ ისევ ტოლობას. რიცხვი ვიღოთ, ხო შეიძლება ხა რიცხვი შეხედა უბრალოდ რიცხვი შევხედავ, საკმაოდ დიდი რიცხვია. 33,921,765. რამე სხვა არ გეუბნება ეს რიცხვი? არა, მე არ გეუბნება ნამდვილად. თქვენ ხო არ გეუბნებათ რამეს? არა, ხო, რაღაცა რენდომზე ავარჩიეთ, რაღაცა შემთხვევითი ალბათობის პრინციპით მივიღეთ რაღაც რიცხვი, მაგრამ რატომ ვითხოვეთ ქაღალდის ფულს? ყველა ქაღალდის ფულს და მათ შორის 5 ვარიანსაც აქვს თავისი სერიული ნომერი. ყველა ქაღალდის კუპიურა და მის სერიული ნომერი არის დამოუკიდებელი აბსოლუტურად. ანუ ამ ქაღალდის ფულსაც წესით უნდა ქონდეს სერიული ნომერი და თუ შეგიძლიათ, რომ თქვენ წაიკითხოთ სერიული ნომერი ხმამაღლა. და აიქნებ კამერამაც შეძლოს თუ ხმამაღლა წაიკითხოთ თუ შეიძლება 33 92 17 65 და კიდევ რა უნდა გითხრათ? ანუ ჩვენ რეალურად არაფერზე შეთანხმებული არ ყოფილვართ, მაგრამ ანუ ილუზიონისტებს თავი პლუსი არის არ რაღაცის დამთხოვა, არამედ წინასწარ მისი განსაზღვრა. ანუ ჩვენ გვაქვს კონვერტი, რომელიც რეალურად არ გაგვიხსნია, მე არ ვიცოდი რა და როგორ განვითარდებოდა, თუმცა აქ რაღაცა დევს და თუ შეგიძლიათ რომ გახსნათ და ამოიღოთ და ნახეთ რა არის მითითებული მან. ეს არის 13 მილიონი. რა არის ეს? 65.